ყველაფერი ანბანის შესწავლით დაიწყო. ბავშვობაში მასწავლებლობანაც ვთამაშობდი, ჟურნალი მქონდა, თანატოლებს ვამეცადინებდი. ეს არ იყო უბრალოდ თამაში, ეს იყო ოცნება, რომელიც შემდგომ რეალობად იქცა. გავხდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. რთული გზა გამოვიარე, მაგრამ არასოდეს გავჩერებულ ვარ. უკვე 35 წელია ქართულის მასწავლებელი ვარ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქვიშხეთის საჯარო სკოლაში. რომ განსაკუთრებული გამოცდილების, განსაკუთრებული ღვაწლის მასწავლებლები უნდა დაჯილდოვდნენ და რა ვიცი, ჩვენი სკოლიდან გადავწყვიტეთ ეს პონტი, სასკოლო საზოგადო არა მარტო ჩემი გადაწყვეტილება, სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ წარგვედგინა წელს ქალბატონი იანზე მურმანიშვილი და მასწავლებლების აზრი უკვე ჩვენ ვიცით, მე მგონი არც თქვენ ხართ წინააღმდეგი, მე მგონი პირიქით და წარმატებებს ვუსურვებ მასწავლებლებს. მე მინდა სიამაყით დავდგე იას გვერდით და განვაცხადო, რომ ია არის მართლაც დამსახურებული ამ სტატუსისთვის. ყოველგვარი ზედმეტი ფერობისა და ზედმეტი გადაჭარბებული რაღაცა სიტყვა კაზმულობისა. იანზე მურმანიშვილის საუკეთესო კოლეგა. ის არის მიზანდასახული ადამიანი, ძალიან მშრომელი და იმსახურებს ყველას პატივისცემას. მას ნებისმიერი მოსწავლე, მშობელი და კოლეგა დაახასიათებს დარწმუნებულად დადებითად, იმიტომ რომ სხვანაირად წარმოუდგენელია. იანზე მურმანიშვილი საუკეთესო პედაგოგია. მის შემოქმედებას ნამდვილად არ აქვს საზღვარი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია არ ვიცნობ, ჩვენ თანამშრომლობთ საკმაოდ კარგად. გერმანულის მასწავლებელი ვარ, ბევრი საინტერესო პროექტი დავგეგმეთ ერთად ამ მცირე დროში, რაც მოვასწარით და იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს. ია მასწავლებელი ძალიან ენერგიული, მოტივირებული, ძალიან კარგი მეგობარია. ძალიან მიყვართ მოსწავლეებს, აქვს საუკეთესო სადამრიგებლო კლასი. არის ყველა ასაკის მოსწავლის მეგობარი, ესაიდუმლე. ყველა პრობლემურ საკითხში მზად არის, რომ თავის მოსწავლეების გვერდში იყოს და შედეგიანი პედაგოგიც არის, იმიტომ რომ მისი მოსწავლეები ძალიან ბევრ პროექტში მონაწილეობენ, ძალიან წარმატებულად თანაც. მინდა ვთქვა, რომ არის არაჩვეულებრივი მასწავლებელი. ლაყი, თავისუფალი, თვალებციმციმა, გონიერი, საუკეთესო მეგობარი და საუკეთესო მასწავლებელი, რომელიც ერთი წამი არ ჩერდება, რომ რაღაც არ მოიგონოს. იანზე მურმანიშვილი არის ძალიან შრომის მოყვარე, მიზანდასახული პედაგოგი, რომელიც მუდმივად იკვლევს მოსწავლეთა საჭიროებებს. საკაკვეთილო პროცესი არის ყოველთვის ხალისიანი, საინტერესო. არის გამდიდრებული მისი გაკვეთილების სხვადასხვა აქტივობები და მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული. იანზე მურმანიშვილი არის ყველა იმ ღირსებით დაჯილდოებული პიროვნება, რომელიც საუკეთესო მასწავლებელს უნდა ახასიათებდეს. მიყვარს ჩემი პროფესია, მიყვარს ლიტერატურა და პოეზია, მიყვარს სიტყვით მოსწავლის გულამდე მისვლა, მათგანაც ანალოგიურ სითბოს ვგრძნობ. სკოლაში რამდენიმე წელია ხელმძღვანელობ ლიტერატურულ შემოქმედებითი მუშაობის კლუბს, ასევე კლუბს რადიო 10 წუთი. ვატარებ მწერალთა კვირეულებს, პოეზიის საღამოებს, მუზეუმში გაკვეთილებს, გეგმავ ექსკურსიებს. ვარ მე-11 კლასის დამრიგებელი და ქართულ ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი. მუდმივად ვითარდები. ვთვლი, რომ მასწავლებელი არ უნდა შეუშინდეს გამოწვევებს. 2000 წელს ჩავაბარე მასწავლებლობის დამადასტურებელი სასერტიფიკაციო გამოცდა. შემდგომ კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდის ჩაბარება შევძელი. წამყვანი მასწავლებლის სტატუსიც მოვიპოვე. აქტიურად მუშაობ ტექნოლოგიებით. ჩემს პრაქტიკაში ურთულესი პანდემიის პერიოდი იყო. ამის მიუხედავად მაინც ვესწრებოდი ტრენინგებს, ქმნიდი რესურსებს და ისწავლებას ხარისხიანად ვახორციელებდი. განათლებას არ მივიდოდ და არ შეიძლება საფუძვლზე. და მართალი ყველაფერი ის, რაც
სჭირდება ჩვენს ბავშვებს, რომ მომავალში იყვნენ საზოგადოების აქტიური მოქალაქეები. და მართლაც თქვენი წარმატება აღნიშნოთ ფართო მასშტაბიან სამსახურში. განათლებას მოდევს ეს თავდაბლობა, რომ ყოველთვის იმას იმეორებს, რომ დღეს რამდენჯერ გაიმეორა, უნდა დამეწერა, რომ აქ ყველა ჩემნაირია, ყველა იმსახურებდა. ჩემი უფროსი ქალიშვილი დაწყებითში ნელინა ბოშის მოსწავლე იყო, დაძინების წინ წამოჯდა საწოლში და ირიმი დაიწყო და რამდენი მათამეტი მოთხარი და ქეთევამდე გოხარი როგორ აწამეს გავდიჭდი რომ პედაგოგმა დაწყებით კლასებში ესეთი ზემოქმედება მოხდა ბავშვზე რომ თემი დღე და ალბათ მომდევნო დღეებშიც იყო ამ განცდის ქვეშ მე დარწმუნებული ვარ იან მასწავლებელი ამეთი ცასნის იქ ხარ სადაც უნდა აკეთებ იმას რაც გიყვარს მადლობა უყვარს ამისთვის ჩემოია რომ შენ სწორედაც გეხარდა მადლობა სკოლას თითოეული იმ წუთისთვის რომელიც დაიხარჯა ჩემს შვილებზე თითოეული იმ წუთისთვის რომელიც დაიხარჯა ჩემს შვილიშვილებს ეს ქალბატონი არა მარტო პედაგოგია როგორც კარგი პედაგოგი ისეთი პოეტური სულისაა სულიერმა მდგომარეობა დაგვაკავშირა ჩვენ ახალგაზრდების წარმატებებზე გეგმებზე ყოველთვის მისიარება თავის შეხედულებებს მუზეუმში რაღაცა თემები იყო მახარებს ჩემი მოსწავლეების წარმატება გამარჯვებები სასკოლო თუ რაიონულ ოლიმპიადებში, რესპუბლიკურ კონკურსებში. ბევრი მოსწავლე უკვე ჩემი კოლეგაცაა, რაც მეამაყება. ჩემ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ მასწავლებელმა, იმიტომ რომ მან შემოყვარა ქართული ენა და ლიტერატურა და რა ვიცი, რამდენჯერაც უნივერსიტეტში ძირითად თემებს გავდიოდით ხოლმე ესეთ საინტერესოს რაღაცას, ყოველთვის ამ მასწავლებელი მახსენდებოდა, როგორ საინტერესოდ ვიხსნიდა. თუნდაც ყველაზე რთულ გრამატიკის წესებს რაც იყო ყველაფერზე აბსოლუტურად და სწორედ მისი ხარდამჭერით და ძალისხმევით ვარ მეც დღეს აქ. ძალიან დიდი მადლობა ამ მასწავლებელმა ყველაფრისთვის, იმ შრომისთვის, რაც ჩემთვის გაწიეთ და დარწმუნებული ვარ 1000 მაგარ დიდი შრომა გაქვთ გაზეული ყველა მოსწავლეს, ყველა მოსწავლისთვის და უსაზღვრო წარმატებებს გისურვებ. მუშაობ პრაქტიკოს პედაგოგებთან. ამავდროულად მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მშობლებთან. ერთიანი გუნდი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით ამაყი ვარ იმით, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან სახლში დავდივარ და პირადად ვასწავლე. თითოეული ბავშვის უნიკალურობაში ვხედავ ღირებულებას. ინკლუზიური მიდგომა ჩემთვის მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე ზრუნვა არ არის. არის დამოკიდებულება, რომელსაც ვნერგავ ყოველდღიურ ურთიერთობებში. აი სახში ძალიან საინტერესოა აბსოლუტურად ყველაფერს ცდილობს რომ გაგებინოს ყველაფერი თაცმის საკითხს რასაც ვერ გაიგებს არ არის ერთი ადამიანი რომ არ ამუშავებს თან მიგამხნევს 1000-ჯერ და ამბობს მაინც მოსმენის კულტურა, ერთმანეთის განსხვავებულობის მიღება, თანაგზნობის გაღვივა და ყველასათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა. ეს გარემო არა მხოლოდ ხელს უწყობს აკადემიურ განვითარებას, არამედ აყალიბებს გზნობიარე ღირებულებებზე ორიენტირებულ პიროვნებებს. სწორედ ასეთ სკოლაში ვიზრდებით ერთად, ბავშვებიც, მასწავლებლებიც და მთელი სასკოლო საზოგადოებაც.